6 მაის მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულებას აღნიშნავს საკვირველთ მოქმედი და ძლევამოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულად უყვართ. წმინდანი მესამე საუკუნეში კაბადოკიაში დაიბადა, რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს კი მხედრად მთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იმპერატორს განუდგა თაყვანისმცემელმა დიოკლეტიანემ წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო, რის შემდეგაც 30 წლის ასაკში თავი მოჰკვეთეს. წმინდანი ეკლესიის ისტორიაში შესულია როგორც ძლევამოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. ეკლესია მის ხსენებას წელიწადში ორჯერ 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ისევე როგორც ქრისტეს სიკვდილით ქრისტემ თავის სიკვდილით სიკვდილი დათრუნა, ასევე წმინდა გიორგი იმ სიკვდილის მერე მოკვდა თუ რა გახდა, არა. წმინდისა დიდებულისა ძლევა შემოსილი გიორგის სენებაა დღეს და დიდებულის გახდა ღვთისაგან და ძლევა შემოსილი. უზდურთან კურნალი ყველას დამხმარე და ჩვენს ქართველები, რადგან არჩეული ყავს წმინდა გიორგი ჩვენს მეუხად და ჩვენი ერის მფარველია, ძალიან გავართ ქრისტეს, ძალიან გავართ წმინდა გიორგის. ესე იგი ჩვენში გენეტიკურად ჩადებულია ადამიანს ვინ მოწონს და ვინ უყვარს, ხო? თავის გავსი. რატო ვართ ქართველები ქრისტიანები და რატო არა ვართ სხვა რჯულის მიმდევრები? იმიტომ რომ ჩვენ ქრისტეს თავდადება, თავგანწირვა კაცობრიობისთვის, ხო, თითოეული ადამიანისთვის სამაგალითოდ გავიხადეთ. ვირწმუნეთ და არც გვიღალატია და ჯვარი წერია, არც უღალატეთ ქრისტეს. როცა ვინათლებით, აქ მასწავლეთ ხოლმე და მართალია ცოდვილები ვართ, ვერ ცოდვას ჩავდივართ, მაგრამ მე ვწუხართ ხოლმე ამაზე, ვწუხართ ამაზე და ისე უბრუნდებით ხოლმე ღვთის სიახს.